Batumi earlier this month, and I will say again that I would like to extend my deep condolences to the friends and families of the victims, and we are mourning together with all of you today. ჩვენ უსმენთ ევროკავშირის ელჩს, რომელიც ბათუმის პორტში აქვე მოვისმენთ თარგმანს. დაიწყო იმითი, რომ მოვინახულეთ ის ადგილი, სადაც მოხდა შენობის ტრაგიკული კოლაფსი და ჩვენ ვიზიარებთ დაღუპულთა ახლობლების, ოჯახების, მეგობრების წუხარებას და ღრმა წუხარებას. შემდეგ კითხვა ვიზიტის შესახებ ავიწყოთ ხო პოლიტიკური შეფასებები მოკლედ ღარიბაშვილის განცხადებას როგორ შეაფასებს ვერც ფოტიგაშკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის მოკლედ ყველა კიდევ არ გაგვისურვებია ანუ ევროპარლამენტარების კრიტიკასთან დაკავშირებით მიხედოს ეს განცხადება გააკეთა მაშინ, როდესაც ევროპარლამენტარებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ცოტა გვერდზე გადიწყვება რა, ოდნავ შორიდან რო იმას და ეს ევროპარლამენტარებს ღარიბაში. Well, but perhaps just to say in terms of background, of course, some of the members of the European Parliament who have signed this letter are, of course, playing an important role in the European Parliament on foreign policy issues, including on the Eastern Partnership region and on Georgia itself. Having said that, I will not, as always, comment on a letter that has been signed by individual parliamentarians, nor would I like to comment on the comments that have been made yesterday with regard to that letter, but rather to say that when it comes to the work of the European Union delegation, we are obviously following the case of the former president very closely. From us, the focus is on fundamental rights and the rule of law, which are fundamental starting points for the European Union. We expect to see a transparent and fair and due judicial process take place with regard to the cases against him, and we take and follow the advice that we are getting and the assessment that we are getting from key stakeholders, including the public defender, who obviously has a specific mandate with regard to following these cases. როგორც ყოველთვის ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ ინდივიდუალური წერილებთან დაკავშირებით, ისევე როგორც კომენტარების შესახებ. და ის იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც ამ წერილს ხელი მოაწერეს, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობაში და საგარეო პოლიტიკასთან, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ისევე როგორც საქართველოსთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, ეს უნდა ჩვენი ევროკავშირის მიდგომა არის, რომ ეს უნდა იყოს განიხილებოდეს კანონის უზენაესობის თვალისწინებით გამჭვირვალად და ასევე მიუყვებით ისეთი ინსტიტუციების რჩევას, როგორიც არის სახალხო დამცველი, ვინც არის ძირითადი აი ესეთ საკითხებთან დაკავშირებული ძირითადი ინსტიტუცია. და მთავარი არის, რომ ფუნდამენტური უფლებები უნდა იყოს დაცული
და შესაბამისი სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი. კანონის უზენაესობა. კონკრეტულად რა გითხრას, რას გულისხმობს ისა ფუნდამენტურ უფლებებში, რა უნდა იყოს კონკრეტულად დაცული? ყარიბაშვილის ნაწილი რო დავა კონკრეტულად. მან მტრად გამოაცხადა პირდაპირ შეგულება. არ ვაკეთებთ შემცვლელი თუ მაინც დავაზუსტებინოთ ასევე ყარიბაშვილის ნაწილი. სანამდე მივა ეგ ყველაფერი, რამდენად საფრთხეა და არ არის შემცვლელი როგორც ეგ. არა, კომპიუტერს ატარებოდებიან. ხო, მაგრამ ხედავს რა რაღაც გადახვევას დასავლური კურსთან ამ საფრთხეს. ხო, ეგ სხვა. ტელეფონი As I said, when it comes to, first of all, comments made by individual members of the European Parliament, it is for them to argue these points, and I think it would be unfortunate for me to speculate about the dialogue or the discussion that is taking place right now on this matter. I think what is important again is coming back to the fundamentals, and the fundamentals is about, with regard to the case itself, making sure that the highest standards when it comes to respecting fundamental rights, and this has to do with prisoners' rights, etc., but also the due legal process and so on. What is fundamental right in this situation concretely? One of the fundamental rights is the rights of a prisoner and the prison conditions and so on, which we have been following very closely, but also something that the public defender has been doing. Record process? But we're talking also about Do we agree international record process? Principles and commitments, as we know. ანუ ის კომენტარები, რასაც აკეთებენ ინდივიდუალური ევროპარლამენტარები, ეს არის მათი გადაწყვეტილება და მათზეა დამოკიდებული და მე არ მინდა ამაზე სპეკულირება ამ თემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფუნდამენტურ უფლებებს, ეს არის ის უმაღლესი სტანდარტები, რომელიც უნდა იყოს დაცული ამასთან დაკავშირებით. ეს არის პატიმართა უფლებები, ისევე როგორც პირობები, პატიმრობის პირობები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტებს. და წინასაარჩევნო გარემოს რო შეგვიძლია. Myself in again. მეორე ტურის. Pre-election environment. Yeah, I mean, first of all, to say that I'm No problem. but first of all, to say that I'm very happy that ODIHR is staying on, and that we will see again a fully fledged mission for the second round. I think that proved to be very important in the first round, and I think it's going to be important now as we move to the second round and the period in between. I'm also happy to announce, unless you're already aware, that there will be another mission coming from the European Parliament. I've been informed of 4 members of Parliament coming for the second round to participate together with ODIHR like they did in the first round. Now, what we're hoping to see, and it was the message that came out from myself and my colleagues a few days after the elections, is that we have noted some good things that has happened since previous elections. We think that the legal framework for elections have been strengthened, including due to the electoral reform that follow after 19 April agreement over summer. We also saw a good conduct, an orderly and calm conduct, mostly on election day. So we hope that for the second round it will be possible to build on that. At the same time, very clearly, we saw shortcomings during the first round elections. We're talking about intimidation, vote buying, undue pressure on voters and the politicians, as well as the unlevel playing field. And our strong message after the first round is that we're hoping to see that many of these issues will be corrected in view of the second round, because as we note in our statement, we hope that these practices will not become the norm for elections here in Georgia.
that's what we're looking at. I will not say too much about my assessment of the period between the first and second round, because again it will be for ODIHR and our international observers to also pass a judgment on that the day after the second round. Thank you. Do you have more questions or should I leave? No, we have questions. არა, შავს ზღვაზე ასევე. აკეთე მოგწესე. მე მოხარული ვარ, რომ გამოვაცხადო, რომ ODIHR-ის მისია ისევ გააგრძელებს თავის ფართომასშტაბიან ოფნას, ისევე როგორც იყო პირველი რაუნდის დროს და დააკვირდება როგორც მეორე რაუნდს, ასევე პერიოდს მანამდე. და ასევე შემიძლია გამოვაცხადო, უკვე შეიძლება თქვენ ეს უკვე იცით, რომ ევროპარლამენტის მისიაც ჩამოდის, რომელიც ODIHR-ის მისიასთან ერთად იმუშავებს, რომელიც 4 ევროპარლამენტარისგან იქნება შედგენილი და იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავინახავთ როგორც ეს არის მესიჯი როგორც ჩემგან, ასევე ჩემი კოლეგებისგან, რომ პირველი რაუნდის შემდეგ, არჩევნების პირველი რაუნდის შემდეგ, ჩვენ ბევრი კარგი რამე დავინახეთ, რაც შეეხებოდა საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებას, რაც შეეხებოდა საარჩევნო კანონმდებლობას, ამასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რაც მოყვა 19 აპრილის შეთანხმებას და ასევე არჩევნების პროცესის განმავლობაში იმედი გვაქვს, რომ ამ ცვლილებებზე, საკანონმდებლო ცვლილებებზე იქნება დამყარებული მეორე რაუნდიც. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ჩვენ შევნიშნეთ ხარვეზები, როგორიც იყო ესე იგი დაშინება, ხმების ყიდვა, ასევე როგორც ამომრჩეველთა მოსყიდვა, არათანასწორი ზეწოლა და არათანასწორი საასპარეზო პირობები. და და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ეს ხარვეზი გამოსწორდება შემდეგ რაუნდში და ის ჩატარდება შესაბამისად. What are the main risks and main challenges in the next election? What do you think? I was told I was going to get the question on the mission, from Live Radio. which I'm keen to answer as well. So if I may invite that. About Black Sea and Today conference and about main risks and factors, main challenges in the next election. What do you think? What are the main challenges? What was the first question? The last part of the question came from you. Okay. Just to say that I'm as you know, I'm here in Batumi as part of a mission that we are carrying out together with Director Meredith, who some of you might have met the other day in Tbilisi. He's here to follow up on what I consider a very, very strategic agenda. We're trying to set a common objectives with regard to key priorities to further elevate EU-Georgia relations. One of them is about the Black Sea and the connectivity aspects. I am absolutely convinced that a lot can be done in order to use the Black Sea to turn it from a divider between the European Union and Georgia into a bridge. And I'm very happy that the ambition we have set for ourselves from the European Union side is that we will invest more in this, and we're talking about the possibilities for developing ferry lines, but also other ways of using the Black Sea as a connector. I just came from a meeting with the head of the Maritime Transport Agency, who is a close partner to us. I'm very proud that we're working so well together. We have already seen many good results in terms of getting Georgian seafarers out, making sure that the Georgian ships are recognized around the world, but also with important businesses such as fisheries and so on, where they have a role. So I'm keen to make use of this good cooperation and build further on that. But
this is work in progress. The mission's job was to get an assessment for what the willingness of authorities, different agencies and other stakeholders will be in this respect to determine a common way forward. And I should say that, of course, these investments that we are willing to put further to these aims will also be part of the wider EU-Georgia relationship in all its dimensions, including a continuously strong emphasis on governance and rule of law issues, which is not only important when we're talking about elections or democracy in general, but also, quite frankly, when it comes to attracting investors and making sure that the plans that we have is realizable. Thank you so much. ერთი შეკითხვა თუ არ სტრატეგიული ერთი წუთი მაცალეთ ისედაც აგიჟებია, რომ ესე იგი ჩვენ გვაქვს არა არც არაფერში ვარ ხო მესმის ესე იგი ჩვენ გვაქვს ესე იგი სტრატეგიული ხის წესრიგი, რომელიც ემყარება საკვანძო პრინციპებს ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობების და ეს არის შავი ზღვით კავშირების გაძლიერებასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ შავი ზღვა გამყოფისგან გადაიქცეს ხიდად ევროკავშირსა და საქართველოს შორის. და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები ამასთან დაკავშირებით. აი ახლა გქონდა შეხვედრა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსთან და ჩვენ მომავალ თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ იქნება, ესე იგი, ვიმუშავებთ იმაზე, რომ ბორანის ხაზი მუშაობდეს, რომ საქართველოს დროშა, საქართველოს საზღვაო დროშა აღიარებული იყოს, ანუ საქართველოს მეზღვაურებმა შეძლონ სხვა ქვეყნების დროშების ქვეშ, ასე ვთქვათ, მუშაობა. ის რომ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ ისევე როგორც მეთევზეობის განვითარებაზე და ზღვასთან შავ ზღვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მიმართულებების განვითარებაზე. ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს და ეს მუშაობა გრძელდება. და ამასთანავე უნდა აღნიშნო ისიც, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ ამ საკითხზე და რაც შეეხება ინვესტიციებს, ეს არის კიდევ უფრო ფართო ნაწილი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და აქ რომ აქცენტი მარტო არჩევნებზე არ გავაკეთოთ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, არა მარტო საქართველოს დემოკრატიული ხის წესრიგის წინ წაწევისთვის ყოველივე, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვესტორების მოსაზიდად და საბოლოო ჯამში საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოსაზიდად. ანუ არჩევნებში თანაბარი ასპარეზის მიცემა თუ თავად ინვესტორებისთვის ერთი წუთი თანაბარი ასპარეზი. სამი ჩვენც ხავდივარ საათ ოცნებაში არის თანაბარი საასპარეზო პირობები არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის ის, რაზეც ოდირი თავის დასკვნაში საუბრობდა და კიდე არჩევნებთან დაკავშირებით რო იყო ლაპარაკი და ამ მისიებთან, ის რომ ჩვენ ანუ შემდეგ შეფასებებს ოდირთან ერთად გავაკეთებთ, ხო? კარგი, მადლობა. კიდევ ერთი შეკითხვა კოალიციურ მთავრობაზე. გადაიღე ლაშა. არ ჯობია? დასრულდა შეკითხვა. So happy to be here with the journalistic corps. Thank you so much for the მე ვარ ბედნიერი, რომ ვარ ჟურნალისტებთან ერთადო ამბობს ევროკავშირის ელჩი. თქვენ მოისმინეთ მისი კომენტარები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ეხლა ჟურნალისტები იღებენ ფოტოს ევროკავშირის ელჩიდან. ის ბათუმის პორტშია. მე ბოდიშ გიხდი ტექნიკური უხერხულობისთვის, რომ არ იყოს სინქრონული თარგმანი და ჩვენ მუსმენით პერიოდულად მის კომენტარს ინგლისურ ენაზე და შემდეგ თარგმანს. მოისმინეთ კონკრეტულ საკითხებზე მისი განმარტებები.
არა იმას მოსად ხვენჯი დოდათ გადაგება და მე გადაგიკებდით ან მეხუბრება აი ხვალ შეიძლება ერთად გადავიღო You can to have a selfie together with this lady with nice background. Yes. What a wonderful place this is. It's the first time I'm breathing fresh air, sun in my face. Yeah, I'm without mask. Perhaps I shouldn't be without mask. But okay. Again. Bye. ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი თქვენ მის კომენტარებს უსმენდით. ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა საკითხზე მისი გამარტებები ის დღეს ბათუმის პორტს ესტუმრა და ესწრება კონფერენციას შავი ზღვის ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით. ეს კონფერენცია ონლაინ გაიმართება და მასზე თვალისწინება ონლაინ არის შესაძლებელი. ასევე ბათუმში არის ევროკომისიის წარმომადგენელი ლორენს ბენედიქტი, თუ სწორად ვამბობ. ჩვენ მოვისმინეთ კომენტარები მათ შორის პოლიტიკურ სიტუაციაზე საქართველოში მიხეილ სააკაშვილზე. მან თქვა, რომ ფუნდამენტური უფლებები უნდა იყოს დაცული და ის ეთანხმება სახალხო დამცველის შეფასებებს ამ საკითხში. ევროკავშირის ელჩს არ დაუკონკრეტებია თუ რა შეიძლება იყოს ეს ფუნდამენტური უფლებები. მან თქვა ზოგადად ჩვენი კითხვის პასუხად, რომ ეს ეხება მის უფლებებს როგორც პატიმრის უფლებებს. და ეთანხმება სახალხო დამცველის მოთხოვნებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე მან თქვა, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევა არის არჩევნების მეორე ტური საქართველოში და ამას დააკვირდება უფრო მეტი დამკვირვებელი ვიდრე პირველ ტურს. მან თავი შეიკავა შეფასებებისგან და თქვა, რომ რეალურად ევროკავშირი თავის ტრადიციულად EUTHOS შეფასებებში ასახავს იმას, თუ როგორ ჩაიარა არჩევნები და რამდენად დემოკრატიული იყო იგივე არჩევნების მეორე ტური. რაც ეხება ევროპარლამენტარების კრიტიკას, ჟურნალისტებს ჰქონდათ კითხვები ამასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ ევროპარლამენტარები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ასევე ისინი მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და ის უნდა გათავისუფლდეს იმ პირობით, რომ ხელახლა სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგება მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვკითხეთ ევროკავშირის ელჩს პრემიერი ღარიბაშვილის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არავინ ეკითხება ევროპარლამენტარებს ჩვენს საკითხებს და ის არაპირებს, რომ გაითვალისწინოს ევროპარლამენტარების საკითხი და მათ შორის კრიტიკა. რამდენს ბედავენ, გუშინ ესეც კი თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა კომენტარის სახით. ჩვენ ვთხოვეთ განმარტება და შეფასება ის რას ფიქრობს, როცა პრემიერს ამგვარი დამოკიდებულება აქვს ევროპარლამენტის, ანუ თავისი ქვეყნის ოფიციალური პარტნიორების მიმართ, მაგრამ მან თქვა, რომ ის კომენტარს ამ საკითხზე არ გააკეთებს და კომენტარები ჩვენ ამ საკითხზე უკვე მოვისმინეთ. საგანგებოს უნდა თავს ისე რა? როგორ? საგანგებო განცხადებას უნდა გაკეთებს? არ ვიცი, ლაივში ვარ თუ გასავად. შავი ზღვის კონფერენციას დღეს ასე ქვია უკეთესი სატრანსპორტო კავშირები, უკეთესი ინტერნეტ კავშირები, უფრო სუფთა გარემო. ამ თემაზე იმსჯელებენ დღეს კონფერენციაზე შავი ზღვა საუბრები კავშირების განმტკიცებაზე. ამ კონფერენციის მომხსენებლები იქნებიან კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ის ბათუმის პორტშია, მან გააკეთა მედიასთან კომენტარები. ასევე იქნება მომხსენებელი ლორენს მერედიტი, დირექტორი ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი. ასევე იქნება მაჩეი ჩურა, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, კატერინა ბიოროლინ ჰანსენი, იბიარდის კავკასიის რეგიონული დირექტორი და სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში.
ევროკავშირის ელჩი უკვე ტოვებს ბათუმის სპორტის ტერიტორიას. მან ის აპირებს დღეს რომ მოინახულოს ბათუმში, ასევე აჭარის მუნიციპალიტეტებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები. ის ასევე იყო გუშინ ქობულეთში, სოფელ ზენიჩი, სადაც ევროკავშირის სწორედ ფინანსური მხარდაჭერით აპირებდნენ ამ სოფელს მიეწოდებოდეს ინტერნეტი. ცნობილია, რომ მათ შორის ქართული ოცნების ხელისუფლებას არაერთხელ ჰქონდა დაპირება იმაზე, რომ იქნებოდა ინტერნეტი ყველა სოფელში. ეს დაპირება ჯერ კიდევ 2014 წელს გაიცა, მაგრამ ამ დრომდე არ შესრულებულა და ერთ-ერთი სოფელია, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით მიიღებს ამ ინტერნეტს. ის დღეს აპირებს რომ მოინახულოს აჭარის სხვადასხვა სოფელი და ის პროექტები, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა და მიმდინარეობს. რამდენიმე სოფელში აპირებთ, ხო? იყავით ქობულეთის მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ინტერნეტი სოფელი ზენითი ახლა ყვებოდი მაგის შესახებ, რომ ინტერნეტი მიეწოდება უკვე ამ სოფელს, ხო? თუ მიაწოდიან საომავლოდ. მიაწოდიან, მიდის ახლა მუშაობა მაგ. კიდევ სად იყავით რომ მოგვიყვეთ? ჩვენ ლაივში ვართ Facebook ლაივში. შეგიძლიათ რომ გითხრათ მოკლედ? კარგი. მოგეთ ჩვენ ვისმენთ ევროკავშირის ელჩის განმარტებებს მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზეც, მათ შორის ევროკავშირის ელჩმა თავი არიდა პრემიერის დამოკიდებულების შეფასებას, როცა პრემიერმა თქვა, რომ ის არ აპირებს ევროპარლამენტარების კრიტიკის გათვალისწინებას. მათ შორის პრემიერმა გუშინ ისიც თქვა, რომ რამდენს ბედავენო, ესეთი ტერმინიც გამოიყენა, თავის ქვეყნის ოფიციალური პარტნიორების და ევროპარლამენტარების კრიტიკის მიმართ, როცა მან თქვა, რომ ის არ აპირებს ევროპარლამენტარების კრიტიკის გათვალისწინებას და მათი აზრის მოსმენას. თქვა ევროკავშირის ელჩმა, რომ ის არ გააკეთებს კომენტარს ღარიბაშვილთან დაკავშირებით. ევროკავშირის ელჩმა ასევე თქვა, რომ არჩევნები არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და რისკი ქვეყნის დემოკრატიისთვის, თუმცა საბოლოოდ ეს როგორი არის, როგორ ტარდება არჩევნები საქართველოში, ამის შეფასებას ჩვენ ნახავთ ტრადიციულად ეუთოს ანგარიშებში. რაც შეეხება სააკაშვილის პატიმრობას, ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ უნდა იყოს დაცული ფუნდამენტური უფლებები და როცა ჩვენ მას ვთხოვეთ დაკონკრეტება თუ რა არის ეს ფუნდამენტური უფლებები, რაც ახლა რისი დაცვაც ახლა უნდა მოხდეს სააკაშვილთა მიმართებაში, ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ ეს შეეხება კონკრეტულად როგორც მიხეილ სააკაშვილის როგორც პატიმრის უფლებებს და მან თქვა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ის იზიარებს სახალხო დამცველის შეფასებებს და დამოკიდებულებას ამ საკითხთან მიმართებით. ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ევროკომისიის წარმომადგენელი ასევე აპირებს, რომ დღეს მოინახულოს ბათუმში და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში ის პროექტები, რომელიც დაფინანსდა ევროკავშირის მხარდაჭერით და ასევე დღეს გაიმართება ონლაინ კონფერენციაც შავი ზღვის რესურსებზე, შავი ზღვის მომავალზე, უკეთესი სატრანსპორტო კავშირები, უკეთესი ინტერნეტ კავშირები, უფრო სუფთა გარემო. ამ და სხვა თემებზე ექნება მსჯელობა ამ ღონისძიებაზე, საუბრები კავშირების გამტკიცებაზე. ეს კონფერენცია 3:30-ზე დაიწყება და შეგიძლიათ თვალი ადევნოთ Facebook-ზეც. ანუ ეს იქნება ონლაინ კონფერენცია, რომელშიც ერთ-ერთი მოხსენებელი იქნება კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ასევე ამ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ლორენს მერედიტი, რომელიც გახლავთ ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობის და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი. Love it. Okay.
თქვენ თვალს ადევნებთ ბათუმელების ლაივს, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ეხლა ბათუმის სპორტშია, მან გააკეთა განცხადებები ჟურნალისტებთან დღევანდელ ვიზიტთან დაკავშირებით, ასევე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე. ის დღეს ესწრება ონლაინ კონფერენციას ბათუმში შავ ზღვასთან დაკავშირებით ერთ მოხსენებელი იქნება ამ ონლაინ კონფერენციაზე. ის ასევე ესტუმრა უკვე ქობულეთში და დღესაც აპირებს რომ ეწვიოს რამდენიმე ობიექტს, რომელიც დაფინანსდა ევროკავშირის მხარდაჭერით. რაც შეეხება პოლიტიკურ სიტუაციას, ძირითადად თავი შეიკავა ევროკავშირის ელჩმა, რომ მაგალითად შეეფასებინა პრემიერი ღარიბაშვილის განცხადებები, როცა მან თქვა, რომ ის არ აპირებს რომ გაითვალისწინოს ევროპარლამენტარების კრიტიკა, უფრო მეტიც პრემიერმა გუშინ თქვა, რამდენს ბედავენ ევროპარლამენტარებთან მიმართებაში, ან ქვეყნის ოფიციალურ პარტნიორებთან მიმართებაში. სააკაშვილთან დაკავშირებით კარლ ჰარცელმა თქვა, რომ უნდა მოხდეს ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ჩვენ მას ვკითხეთ, თუ რა იგულისხმებოდა ამაში კონკრეტულად, მან გვითხრა, რომ ის გულისხმობს სააკაშვილის როგორც პატიმრის უფლებების დაცვას და მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ეთანხმება ამ საკითხზე სახალხო დამცველის შეფასებებს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით. ხოლო რაც შეეხება არჩევნებს და წინასაარჩევნო პერიოდს, კარლ ჰარცელმა თქვა, რომ დამკვირვებლები რჩებიან საქართველოში, ასევე კიდევ უფრო მეტი დამკვირვებელი დააკვირდება ამ პროცესს, ხოლო საბოლოო შეფასებები თუ როგორი იყო საარჩევნო გარემო, მან თქვა, რომ ეს აისახება ისევ ტრადიციულად ეუთოს ანგარიშებში. მან ასევე შავი ზღვის ეკონომიკურ პოტენციალზე საუბრის დროს ხაზი გაუსვა იმას, რომ მნიშვნელოვანია სწორედ პოლიტიკურ ასპარეზზე თანაბარი გარემოს უზრუნველყოფა ყველა პოლიტიკური ძალისთვის და ეს იქნება სწორედ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმისთვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს და მათ შორის შავი ზღვის რესურსის ათვისება მოხდეს. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, ჩვენ ბათუმის სპორტში ვიყავით, სადაც დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განცხადებები გააკეთა მედიასთან. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.